პავლე მოციქულისა წიგნი ეფესელთა მიმართ თავი 4. გლოცავ თქვენ მე, კრული ესე უფლისა მიერ, რაითა ღირსად ხვიდოდით ჩინებითამით, რომლითა იჩინენით, ყოვლითა სიმდაბლითა და სიმშვიდითა და სულგრძელებითა, თავსიდებდით ურთიერთარს სიყვარულითა, ისწრაფდით დამარხვად ერთობასა მასულისასა, საკურალითამით მშვიდობისაითა, ერთ ხორცს და ერთ სულ ვითარცა იგი იჩინენით ერთისა მის სასვოებითა ჩინებისა თქვენისაითა, ერთ არ სუფალი, ერთ სარწმუნოება, ერთ ნათლის ღებაი, ერთ არს ღმერთი და მამაი ყოველთაი, რომელი ყოველთაზე და არს და ყოველთა მიერ და ჩვენ ყოველთა შორის, ხოლო თითოეულსა კაცად კაცადსა ჩვენსა მოცემულ არს მადლის აზომისაებრ ნიჭისა ქრისტესისა, რომლისათვის სიტყვის აღ და მაღალსა წარმოსტყვენა ტყვე და მისცა იგი ნიჭად კაცთა, ხოლო აღსულა იგი რაიმე არს არათუ ესე, რამე თუ შთახდა იგი პირველად ქვესკნათა ქვეყანისათა, რომელი გარდა მოხდა იგივე არს, რომელი ამაღდა ზედ და ყოველთა ცათა, რაითა აღავსნეს ყოველნი, და მან მოსცა რომელნიმე მოციქულნი, რომელნიმე წინასწარმეტყველნი, რომელნიმე მახარებელნი, რომელნიმე მწყემსნი და მოძღვარნი. დასამტკიცებელა და წმინდათა საქმედ მსახურებისა, აღშენებულა და გვამისა ქრისტესისა, ვიდრემდე მივიწინვეთ ყოველნი ერთობასა საწმნოებისასა და მეცნიერებასა ძისაღმთისასა, მამაკაცად სრულად, საზომად հասაკისა, სავსებისა მის ქრისტესისა, რაითა არღარა ვიყვნეთ ყრმა ჩვილ, ღელვა აღტეხილ და მიმოტაცებულ ყოველსა მას ქალსა მოძღვრებისასა, სიბერაგითა კაცთაითა და ზაკულებითა მანქანებისა მის მიმართ საცტურებისა, არამედ ჭეშმარიტად ვიყვნეთ სიყვარულსაზე და აღვაურძინებდეთ მისსა მიმართ ყოველსა, რომელ არს თავ მისა ქრისტე, რომლისაგან ყოველი გვამი შენაწევრებულ და შემტკიცებულ არს ყოვლითა შეახლებითა უხვებისაითა, შეწევნისაებრ საზომისა თვითვეულისა ასოისა, სიორძლისა მას გვამისასა, ყოფდით აღსაშენებლად თავისა თქვენისა სიყვარულით. ამას უკვე ვიტყვიდავ წამებ უფლისა მიერ, რაითა ნუღარამსა ხვალთ ვითარცა სხვანიგი წარმართნივლენან ამოებითა გონებისა მათისაითა, დაბნელებული გულითა, უცხოქმნილი ცხოვრებისაგან ღმრთისა, უმეცრებითამით რომელ არს მათთანა სიბრმითა გულისა მათისაითა, რომელთა წარიწირნეს თამლი მათნი და მისცნეს ბილწებასა საქმედ არაწმინდებისა ყოვლისა ანგარებისა, ხოლო თქვენ არა ეგრეთი გისწავიეს ქრისტე, უკეთ თუ გასმიეს იგი და მისსა მიმართ გისწავიეს, ვითარცა იგი არ ჭეშმარიტება იესუსთანა, განიშორეთ თქვენგან ყოვლისა მისებრ სულისა თქვენისა ძველი იგი კაცი, განხრწნილი გულისა თქუმისა მისებრ საცტურისა და განახელდებოდეთ თქვენ სულითამით გონებისა თქვენისაითა და შეიმოსეთ ახალი იგი კაცი ღმრთისა მიერ დაბადებული სიმართლითა და სიწმინდითა ჭეშმარიტებისაითა. ამისთვის განიშორეთ ტყვილი, იტყოდეთ ჭეშმარიტისა კაცად კაცადი მოყუსისა თვისისათანა, რამე თუ ვართ ურთიერთარს ასოებ. გული გიწყრებოდენ და ნუსწოდავთ, მზე ნუ დაჰვალ მრისხანებასა თქვენსა, ნუცა სცემთ ადგილ ეშმაკსა, პარავიგი ნუღარი პარავნ, არამედ უფრო იზღაშურებოდინ და იქმოდენ კეთილსა თვისითა ხელითა, რაითა აქ უნდეს მიცემად ვის იგი უხმდეს. ყოველი სიტყვაი უშვერი პირით თქვენით ნუ გამოვალნ, არამედ რა იგი იყოს კეთილი აღსაშენებლად სახმრისა მის, რაითა მისცეს მადლი მსმენელთა მათ. და ნუ შეაწუხებთ სულსა წმინდა საღმრთისასა, რომლითაცა იგი აღიბეჭდენით დღედ გამოხსნისა. ყოველი სიმწარე და რისხვაი და გულისწყრომაი და ღაღადებაი და გმობაი მოისპენ თქვენ შორის ყოვლითოთ უკეთურებით. იყვენით ურთიერთარს ტკბილ, მოწყალე, მიმადლებელ თავთათვის და ვითარცა იგი ღმერთმან ქრისტეს მიერ, მოგმადლა ჩვენ.